ჩვენ როგორც ბენეფიციარ პაციენტებს, ფსიქოლოგები და რაღაც ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან, ისინი ჩვენ ცხოვრებაში რჩებიან მნიშვნელოვან ნაწილებად და ანუ ბენეფიციარების და პაციენტების შემთხვევაში ეგრეა, ანუ ვინმე დარჩენილა ეგრე? თითოეული შემთხვევა არის უნიკალური და მე ზოგადად არ უყურებ პრობლემას მე რაში მეხმარება, ან რა ჩემი კლინიკური, ესე ვთქვათ, გამოცდილებისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია. ორიენტირებული ვარ მაინც მის საჭიროებებზე რა, რომ მას დავეხმარო და მისი დახმარება შევძლო. მთელი ჩემი ორიენტირი არის იმაზე, რომ იმან იგრძნოს საბოლოო ჯამში თერაპიის შედეგად, უკუნალობის შედეგად თავი კარგად იგრძნო. ანუ პირად წარმატებადაც არ თვლი ხოლმე ვიღაცას რომ ნაპირზე გაიგო. აი, იცი რა არის, ეგ ჩემთვის რაღაცა ცოტა უფრო ნარცისული ის არის, რომ აი წარმატებული, დაეხმარე, ეს შენი პროფესია, დაეხმარე და მორჩა, ამით თავდება ეს საზღვრები რა, რომ რაღაცა კმაყოფილება, რომ აი რაღაცა მე ძალიან ფრთხილად ვარ მაგასაც ვთქვა, რომ თვითკმაყოფილი არ იყო თერაპიის პროცესში რა.